მარწყვის დარგვა ხდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულოდ. საშემოდგომო შემთხვევა არის ნოემბრის თვე სრული. საგაზაფხულო დარგვის დროს შესაძლებელია თებერვლის და მარტის გამოყენება, ასევე არის რიგი ჯიშები, რომლის დარგვა შესაძლებელია აპრილის თვეში. იმისთვის, რომ ნერგი ჩაირგოს მომზადებულ ნიადაგში, ამისთვის აუცილებელია ფესვთა სისტემის წაკვეთა. ასევე აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში მცენარე იყოს მხოლოდ ერთ ფოთოლზე დარჩენილი. დაახლოებით ხდება ძირითადი განტოტვიდან 2 სანტიმეტრზე გადაჭრა წაკვეთა. ღია გრუნტში ინტენსიური ბაღის გაშენებისას გამოიყენება 25 სანტიმეტრიანი ამაღლებული კვლები, რომელზეც გადაფარებულია მულჩის ფირი. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ტენის შენარჩუნება მოხდეს და ასევე სარეველა მცენარეებს არ მიუწევთ საშუალება, რომ ამოვიდეს. დარგვის დროს უნდა გავითვალისწინოთ საკვები არე, ეგრეთ წოდებული დაშორებები, რომელიც წარმოადგენს მცენარეთა შორის დაშორებას, ეს არის 25 სანტიმეტრი, რიგებსა და მწკრივებს შორის. არის მოცემული შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 ეტაპიანი ერთგვარი დარგვა, როდესაც ჩვენ გვაქვს დაახლოებით 20 სანტიმეტრზე მცენარეთა შორის დაშორება. ეს გამოიყენება იმისთვის, რომ უფრო მეტი ინტენსივობით შეძლოს მცენარე მკვება და ასევე კრეფის დროს, ფორმირების დროს მათთან მუშაობა გაცილებით იოლია და გაცილებით პრაქტიკული. კვლებს შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრი და არა უმეტეს 75 რაც უფრო ფართოდ იქნება დაშორებული მცენარეების რიგები ერთმანეთისგან, მით უფრო ნაკლებ ინტენსივობით შესაძლებელია მოსავლის მიღებაც და ენერგიების განაშენიანებაც. ბაღის გაშენებისას გამოიყენება სხვადასხვა ჯიშები. ჯიშების თანწყობა არ უნდა იყოს ერთგვაროვანი, ანუ ერთი ჯიში ერთ მწკრივში არ უნდა ხდებოდეს და უნდა ხდებოდეს ჯიშების არევა, იმისთვის რომ ერთის დაკრეფის დროს აუცილებელია მეორეზე ყურადღების მიქცევა, ამისთვის აუცილებელია განაშენიანება ხდებოდეს ამგვარად. ჯიშები იმგვარად არის შერჩეული, რომ შესაძლებელია ერთი ჯიშის დაკრეფა წელიწადში 3-ჯერ. აქ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 4 ჯიშის მარწყვი, შესაბამისად ჯამში 12 ჯერ მოგვიწევს მისი დაკრეფა.